Dabdzandit აქ მოგიყვე. დიახ. დასხედით ყველა. ნუკრი კაპანაძე პირადი ცხოვრების საკუთარ ვერსიას მოგიყვებათ. როგორ ვთხოვე რომ არ დამისვა შეკითხვა ამ არა, შენ ხომ მითხარი რომ მე ვთქვი რომ სიღრმე. მაგრამ ისე ლამაზად გისვამ შეკითხვას რომ როგორ გინდა ეხა უარი უთხრა. უპასუხა თან პირველად კითხვას, რომელიც ამ დრომდე აქტუალურია. რატომ გაშორდა მომღერალი ქმარს? მართლა რთულად გადაიტანე. რამ უმტყუნა ბედმა თუ ინტუიციამ? სტუდიაში ჩატარებული გამოცდა და მიღებული პასუხი. მოქალთანების შემდეგ შენთან მოქალთანდება. და მე თქვენ შექმნით ქალთან და ოჯახს. ის რაშიც გამოცდა უკვე ჩააბარა. Отдай монету, кому говорят, отдай монету. Алло, это Тбилиси? Алло, это Тбилиси, закройте дверь, вы мне мешаете. ბევრჯერ გაუცინები ხართ, ბევრჯერ გინახავთ, მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცით მისი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ. მართლა ფიქრობთ რომ შვილებს არ უყარხართ? არ ველაპარაკებია, არ ვიცი. არ ველაპარაკებია. ცხოვრებას თავიდან იწყებს. დაქორწინება მეორედ 58 წლის ასაკში გადაწყვიტა. სიყვარულთან ერთად მატარებელიც მის გაჩერებაზე გვიან ჩამოდგა. ამ სიურპრიზის დეტალებზე უკვე გადაცემაში. ეს გზა ჩოხატაურამდე მიდის. ეს რომ ამერიკული ფილმი ყოფილიყო, ალბათ აქ უკვე ტიტრები წავიდოდა, მაგრამ ცხოვრებას ეტყობა უფრო უცნაური სცენარისტი ყავს. სავარაუდოდ კარგ ხასიათზე იყო სცენარისტი, რომელმაც სალომე კორკოტაშვილს პირადი ცხოვრება დაუწერა. აქეთ ეძინა, ესე მოვიგდები და ესე გავიპირდა თვალი კი გაახიგლა და სად მიდიხარ შენ რა რაღაცას მიხდა. არა, სავარჯიშად მეთქი. ეს შემთხვევაა, როდესაც ზღაპრები რეალურ ცხოვრებაში ხდება. სალომე კორკოტაშვილის ზღაპრის და სიმღერის პრემიერა გადაცემაში. I'm not this girl, I'm a superstar. Hey mama, please love me. I'm your little girl. უყურეთ 4 შაბათს საღამო 7 საათს. გადაცემა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.